გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. მორიგი ქართული დუელი საფრანგეთში და კვარაცხელიას თხოვნა PSG-ს. ქოჩოლაშვილი და სპორტინგი. რა ხდება ქართველი ფეხბურთელის თავს? ხოლო სანამ ამ საინტერესო ინფორმაციებზე გადავალთ, თხოვნა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე სულ რაღაც 300 გამომწერი გვიკლია, რათა 86000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ახალი ხარ, მაშინ შემოუერთდი ამ დიდ საფეხბურთო ოჯახს. მადლობა მეგობარო, თუ ეს შემნი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო BBS-ი ჩაკვეტაძის თამაშზე ხმაურება. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBS-ი საქართველოს ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის თამაშზე ხმაურება. ვოტფორდისა და ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სომხეთის ნაკრებთან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, რაც BBS უყურადღებოდ არ დაუტოვებია. ეს გამოცემა კი დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვირას საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა შორის გიორგი ჩაკვეტაძეს იყო, რომელმაც თავის გუნდთან ერთად გამარჯვებით ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ჩაკვეტაძე თავის გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან მასპინძელთა სასარგებლოდ მესამე გოლი გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა კი ეროვნულ ნაკრებში მეათე გოლი გაიტანა. ახლა კი გიორგი ვოტფორდს დაუბრუნდება და შაბათს პლიმუთის წინააღმდეგ პლეი-ოფის ზონისთვის ბრძოლას გააგრძელებს. წერია გამოცემაში. ასევე ჩაკვეტაძის შესახებ Football League World-ის ექსპერტმა ჯასტინ ბიტმა ისაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გიორგი სეზონის ბოლოს ვოტფორდს აუცილებლად დატოვებს. ეს ექსპერტი კი დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. გამიკვირდება თუ ჩაკვეტაძე მომდევნო სეზონში ვოტფორდში დარჩება. ვიცი, რომ ისიც პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ჩაკვეტაძეს სამართლიანად უწოდებენ ონავრების საუკეთესო ფეხბურთელს და მან დაამტკიცა, რომ შეტევაში სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია. მის თამაშში რამდენიმე ასპექტია დასახვეწი, შეტევის დაგვირგვინება და ბოლო პასი. მაგრამ ახლა ეს ყველაფერიც რომ ქონოდა ვოტფორდში არ ითამაშებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩაკვეტაძე ზაფხულში გაიყიდება, განაცხადა ჯასტინ ბიტმა. მთელი სომხეთი ქართველ მეკარეზე საუბრობს. რაც წერენ მამარდაშვილზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სომხეთი 2 მატჩის ჯამში 9-1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ კი აღსანიშნავია ერთი მომენტი, რითიც მამარდამ სომხების გული მოიგო. კერძოდ საფინალო სასტოენის შემდეგ ქართველი მეკარე სომხების მეკარესთან მივიდა. მას გადაიხვია და გაამხნევა. ეს კი სომეხ გულშემატკივრებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. ერთ-ერთი სომხური საფეხბურთო გვერდი კი გიორგის შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. ყველა საუბრობს ქართველების არასპორტულ საქციელზე მატჩის შემდეგ, თუმცა არ უნდა გამოგჩეს ქართველი მეკარის ძალიან მაგარი ქმედება. შეხვედრის შემდეგ მამარდაშვილი ჩანჩარევიჩთან მივიდა და გაამხნევა. მისი ეს აქციელი კი არ უნდა დავივიწყოთ. ქოჩოლაშვილი და სპორტინგი. რა ხდება ქართველი ფეხბურთელის თავს? როგორც მოგეხსენებათ, ქოჩოლაშვილისა და სპორტინგის ინტერესზე ჩვენ უკვე რამდენიმე თვე არაც ვსაუბრობთ. გუშინ კი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად ჯეოთიმაც გავრცელა. მათი ინფორმაციით ქოჩოლაშვილს ლისაბონის სპორტინგისგან პირადი კონტრაქტი უკვე მზად აქვს, თუმცა ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან ამ ეტაპზე სრულად კონცენტრირებულია ლევანტესთან ერთად მიმდინარე სეზონზე. ასევე არსებული ინფორმაციით შეთანხმება არსებობს სპორტინგსა და ლევანტეს შორისაც. ტრანსფერის გაოფიციალურებას კი მხოლოდ ფეხბურთელის პასუხი აკლია. ამასთან ერთად ინფორმაციას წამყვანი პორტუგალიური გამოცემა რეკორდიც ავრცელებს. ქართველ ფეხბურთელს სპორტინგში გადასვლის შესაძლებლობა ძალიან ხიბლავს. ვინაიდან მას სურს, რომ მომდევნო სეზონში უფრო ძლიერ კლუბში და ლიგაში ითამაშოს. ასევე რამდენიმე დღის წინ თურქულ მედიაში დაიწერა, რომ ქოჩოლაშვილის დამატება ტრანსბონსპორსაც სურს. ამ ტრანსფერის გამო მათი თავკაცი პატი ჰტეკე უახლოეს დღეებში ესპანეთში ჩასვლას გეგმავს. მედიაში ასევე იწერება ქოჩორას მიმართ ნაპოლის ინტერესის შესახებაც. ასე რომ ქართულ სეზონის ბოლოს მრავალი ვარიანტი ექნება და საბოლოო არჩევანი რა თქმა უნდა მასზე იქნება დამოკიდებული. მიქაუტაძე ფრანგული პრესის ეპიცენტრში. გიორგი მიქაუტაძე საოცარ ფორმაშია. ქართველი ფეხბურთელი როგორც ლიონში, ისე ნაკრებშიც გოლს-გოლზე იტანს. ამ ყველაფრის ფონზე კი ფრანგული მედია ქართველ ფორვარდზე ყოველდღიურად წერს. როგორც ადგილობრივი, ისე გავლენიანი გამოცემები 24 წლის ფორვარდს უამრავ სტატიას უძღვნიან, რასაც სხვა ევროპული გუნდების ფანების კარგი კომენტარები და გამოხმაურებებიც ემატება. ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში უკვე 13 გოლი და 8 გოლი გადაცემა მოუგროვდა. თანაც ეს იმის ფონზე, რომ ლიონში მას დიდ სათამაშო დროს არ აძლევენ. ასეთი კარგი სათამაშო ფორმის ფონზე კი ფრანგული მედია მიქაუტაძის შესაძლო გაყიდვაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. როგორც საფრანგეთში წერენ, თუ ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის ბოლომდე ასე გააგრძელა, ზაფხულში ლიონს მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ამ ყველაფერს კი ემატება ფრანგული კლუბის ფინანსური პრობლემებიც. მოსალოდნელია, რომ ზაფხულში კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. მათ შორის კი იქნება გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი რაიან შერკიც. მე კი შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე თურქული გალათასარაი მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ ეს გარიგება არ შედგა. ზაფხულში კი მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელის თაობაზე ლიონი ბევრ შეთავაზებას მიიღებს. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი რამ ლიონის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზეც იქნება დამოკიდებული. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის
მოახლოებასთან ერთად კი მიქაუტაძის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, რასაც მე აუცილებლად მოგაწვდით. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ კი დავუბრუნდეთ კვარაცხელიას პარიზულ კარიერას და გავიგოთ რა ხდება ქართველი ფეხბურთელის თავს. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მალე, კერძოდ 29 მარტს, საფრანგეთში მორიგ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ. კერძოდ დავითაშვილი სენტეტიანი კვარაცხელიას PSG-ს უმასპინძლებს. ეს კი კვარა მიქაუტაძის დაპირისპირების შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა და აფიშა. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ ამ შეხვედრას პარიზული კლუბი მოიგებს და მარსელი რეიმსთან დამარცხდება, მაშინ კვარაცხელიას გუნდი საფრანგეთის ჩემპიონობას ოფიციალურად გაინაღდებს. მაგრამ PSG-ს ჩემპიონობა უკვე თითქმის ისედაც გადაწყვეტილია. ხოლო რაც შეეხება ზურიკოს გუნდს, ამჟამად სენტეტიანი გასავართ ზონაშია და მათ მოგება PSG-ზე მეტად ჭირდებათ. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ ზურიკოს გუნდი საჭირო ქულებს მოაგროვებს და ლიგიდან არ გავარდება. ამ რეალობიდან გამომდინარე კი, ეს შეხვედრა ყველა ვარიანტში ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოვა და იმედი დავიტოვოთ, რომ გახსნილ და სანახაობრივ ფეხბურთს ვიხილავთ, სადაც გოლის გატანას ორივე ქართველი ფეხბურთელი შეძლებს. ეს შეხვედრა კი 29 მარტს 10 საათზე დაიწყება. ამიტომ ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა, ხოლო ვინც ორ მოცემულობას გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხდება. ამასთან ერთად ხვიჭას და ზოგადად პარიზული კლუბის თავს კიდევ ერთი საინტერესო და სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sportის ინფორმაციით, PSG-მ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. პარიზულ გუნდში გადასვლით კი ნიგერიელი ფეხბურთელიც არის დაინტერესებული და მისი აგენტები კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ასევე ცნობილი ფრანგული სააგენტო Liati Sport-ი აცხადებს, რომ ოსიმენს PSG-ს ამჟამინდელ სპორტულ დირექტორთან ლუიშ კამპუშთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და პორტუგალიელმა სპეციალისტმა აქამდე მისი გადაბირება რამდენჯერმე სცადა. ამასთან, როგორც ეს გამოცემა აღნიშნავს, კვარაცხელიამ PSG-ს ვიქტორ ოსიმენის ყიდვა თავადაც ურჩია. ამიტომ ნახოთ მიიყვანს თუ არა PSG ბოლომდე ამ ტრანსფერს და შეასრულებს თუ არა ხვიჩას თხოვნას. ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ ბარსას ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ ჩემპიონთა ლიგაზე PSG-ს შანსებზე ისაუბრა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად რჩება რეალი, რომლის მთავარი კონკურენტი პარი სენ-ჟერმენი იქნება. არ მეგონა, რომ ისინი ლივერპულთან მოგებას შეძლებდნენ. ენრიკე არის შესანიშნავი სპეციალისტი, რომლის ხელმძღვანელობით თამაშის ბედნიერება 3 წლის მანძილზე მქონდა. ის უმაღლესი დონის დამრიგებელია. ლუისმა ზუსტად იცის თუ რა უნდა მას თავისი შეგირდებისგან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფეხბურთელები მის დავალებებს ძალიან კარგად ასრულებენ. PSG-ს დამრიგებელს კი აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ სასურველი გუნდი ააშენოს, განაცხადა პიკე. რაც შეეხება ნაპოლიში მიმდინარე მოვლენებს, როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ნაპოლი მიხვდა, რომ კვარაცხელია კლუბში დიდხანს გაჩერებას აღარ აპირებდა, ნელ-ნელა მისი ჩანაცვლება დავით ნერეშით დაიწყეს. ცოტა ხნის წინ კი ამ ფეხბურთელმა კვარაცხელიას შესახებ საჯაროდ ისაუბრა. კერძოდ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა Corriere della Sera-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მან ხვიჩას შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა. ვარ თუ არა კვარაცხელიას მემკვიდრე? მე დავით ნერეში ვარ. სან-პაულუში დავიბადე და მესისა და რონალდინიოს ლეგენდებზე გავიზარდე. კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია. ხვიჩა იმ მოთამაშეთა შორისაა, რომლებიც გუნდისთვის ფუნდამენტურნი არიან. როგორც ადამიანსა და მეგობარს გული დამწყდა, რომ ის წავიდა, განაცხადა ნერეშმა. ახალი კამპ ნოუ და მესის დაბრუნება. რა გეგმა აქვს ბარსას? ბრაზილიის შანსები იზრდება. ანჩელოტი რეალის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ კარლო ანჩელოტისთან კონტაქტები განაახლა. ინფორმაციას კი ამასთან დაკავშირებით გლობო ავრცელებს. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ბრაზილიამ არგენტინასთან 1-4 წააგო და მორიგი სამარცხვინო მარცხი იწვნია. ფედერაციაში კი უკვე თვლიან, რომ ბრაზილიაში ახალი მწვრთნელის დანიშვნა აუცილებელია. წყაროსნობით, როცა ბრაზილიული მხარე კარლო ანჩელოტის პირველად დაუკავშირდა, იტალიელმა განაცხადა, რომ ის გადაწყვეტილებას იქამდე არ მიიღებდა, სანამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდებოდა, რომელიც ამ ზაფხულს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. ივნისის დასაწყისში კი ბრაზილიერები ეკვადორსა და პარაგვაის უნდა შეხვდნენ. ფედერაციაში კი ფიქრობენ, დაითხოვონ თუ არა მატჩამდე ბრაზილიის თავკაცი, რადგან გუნდი ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება. ასევე როგორც წყარო ამბობს, ანჩელოტი კლუბს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამიტომ ბრაზილიის ნაკრებში გადასვლის ვარიანტი უფრო სავარაუდოა, ვიდრე ეს 2 წლის წინ იყო. კატალონიის ბარსელონა ლიონელ მესის დაბრუნებას აქტიურად განიხილავს. ამის შესახებ Team Talk-ი წერს. გამოცემის წყაროს ცნობით, ბლაუგრანას ხელმძღვანელობა 37 წლის არგენტინელის გაფორმებას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებს. როგორც მოსალოდნელია, იმ დროისთვის კამპ ნოუს რეკონსტრუქცია უკვე დასრულებული იქნება და სწორედ მაშინ იგეგმება მესის წარდგენა. თავის მხრივ მესის ინტერ მაიამისთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება. შესაბამისად, მისი დამატება ბარსასთვის არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით
დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაიხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.